ოკუპირებული ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში სწავლება რუსულ მოდელზე გადავა. ამის შესახებ დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ბიბილოვის განმარტებით, ახალგორის სკოლები ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს, რაც სწავლების რუსულ მოდელზე და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს. 2008 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდეგ ახალგორში 6 სკოლაში ქართულ ენაზე მიმდინარეობდა სწავლა. ერთადერთი შეზღუდვა და ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვა ის გახლდათ, რომ არ ჰქონდათ საშუალება, რომ 12 წლიანი სწავლება განეხორციელებინათ. საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო აუცილებლად 11 წლიანი სწავლება, რაც ხელს უშლიდა, რომ შეესრულებინათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები და შედეგები. და ეხლა ეს დღევანდელი ბოლო განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, მათ სურთ, რომ ქართულ ენაზე ქართული სკოლები გადააკეთონ რუსულ სკოლებად. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა, იმიტომ რომ ქართული სოფლებია, გარემო ქართულია სოფლებში, პრაქტიკულად მათ არ იციან რუსულ ენას არ ფლობენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის მოსწავლეები, ის ქართველი მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ ახალგორის სკოლაში. ალბათ ეს ნაბიჯი მორიგი შეცდომა არის, თუ კი გადაიდგა, მორიგი შეცდომა იქნება თან ისტორიული შეცდომად, რადგან საბჭოთა პერიოდის დროსაც კი, როდესაც საერთოდ წახალისებული იყო ის, რომ მხოლოდ რუსული სკოლები ყოფილიყო, ჩრდილო-ოსეთში იყო მხოლოდ 4 სკოლა და სამხრეთ ოსეთში იყო 40-მდე. ანუ ქართველები ხელს უწყობდნენ იმას, რომ ოსიური ენის ათვისების მსურველ ადამიანებს ამის საშუალება ჰქონოდათ. და ამიტომ და ისტორიას არ უყურს ხოლმე ძალიან უნამუსოდ, როცა იქცევა ერთი მხარე. აი ამ ფონზე თუ კი ოსურმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა, უბრალოდ მეტისმეტად უსამართლობა იქნება და დიდ უსამართლობას მერე მოძებს ხოლმე მძიმე საზღაური. ეხლა მეტი მძიმე საზღაური რაღა უნდა იყოს, მაგ ნაბიჯით ოსური ადმინისტრაცია თავის ოს მოსახლეობას ასიმილაციისკენ უბიძგებს, როცა რუსეთისკენ უშვებს ძირითადად, ხო? ანუ თვითონვე ანადგურებენ თავიანთ კულტურას და თავის თავადობას.